კიდევ ერთხელ მოგესალმებით პირდაპირ ეთერში მეცხრე საინფორმაციო სამსახური ახალ ამბებს 4 საათზე სოფო ჩარკვედაძე გადასცნობთ. ცხინვალის ციხეში კიდევ 2 ქართველი მოხვდა ადმინისტრაციული საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით რუსმა სამხედროებმა თარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დვანის 2 მკვიდრი ვასილ კობახიძე და ზვიად მეჭარიშვილი 2 თვის წინ დააჭავეს წინასწარი პატიმრობის შემდეგ კი ცხინვალის სასამართლომ კობახიძეს 3 მეჭარიშვილს 1 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ვასილ კობახიძე რუსმა მესაზღვრეებმა უკვე მეორე დააჭავეს ანალოგიური ბრალდებით მას შარშან ცხინვალის ციხეში 9 თვე გაატარა. ოსები სოფელია ტილიანა იქიდან აუყვანიათ რუსებს და იმ წაუყვანიათ ცხინვალში მიშედა გადაბრუნებულა 1 წელი მიმსაჯეს ეგრეთ პირესა საბრძოლო მოქმედებების მეორე დღე და პირველი მსხვერპლი ხაზის სექტორში ისრაელსა და პალესტინელ მებრძოლებს შორის დაპირისპირება გრძელდება. ბოლო მონაცემებით დაღუპულია ისრაელის 3 მოქალაქე მსხვერპლის რიცხვი გაიზარდა პალესტინის მხარესაც. ისრაელის ავიაიერიშებს 13 ადამიანი, მათ შორის 5 მებრძოლია მსხვერპლად დაჭრილთა რაოდენობანი უკვე 100 საჭარბებს. ჰამასი ისრაელზე თავდასხმას აგრძელებს ღაზის სექტორიდან 25 კილომეტრში მდებარე ისრაელის ქალაქ კირიატ მალაჩიში ჭურვი 4 სართულიან სახლს დაეცა. აფეთქებას მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლი მოჰყვა. ბოლო მონაცემებით ჰამასმა ისრაელის მიმართულებით 80-ზე მეტი რაკეტა გაუშვა. აქედან ისრაელის თავდაცვის სისტემამ 30 ჭურვი მოიგერია. ჰამასის მხრიდან შეტევის გამო ისრაელის რამდენიმე ქალაქში მოსახლეობა თავშესაფრებშია გადაყვანილი. We saw on Israel this morning. ამ დილით ჩვენ ისრაელზე ფატალური თავდასხმის მოწმენი გავხდით. გასულ თვეებში ყველა მივიხილეთ, როგორ ბომბავდნენ ჰამასის წევრები და მათი მოკავშირეები ისრაელს. ტერორისტების სამიზნე ჩვენი მოსახლეობაა. ახლა ჰამასის სამხედრო მანქანის შეჩერებას ვცდილობთ, რათა ჩვენი მოსახლეობა დაცული იყოს. On an ongoing basis. What we're trying დღეს ჩვენ ჰამას და სხვა ტერორისტულ ორგანიზაციებს მკაფიო შეტყობინებას უგზავნით. საჭიროების შემთხვევაში ისრაელის თავდაცვითი ძალები მზად არიან ფართო ოპერაცია ჩაატარონ. ჩვენ ბოლომდე დავიცავთ ჩვენს მოქალაქეებს. ღაზის სექტორში საბრძოლო მოქმედებების გამო გაეროში უშიშროების საბჭოს საგანგებო სესია მიმდინარეობს. დახურულ სესიას ისრაელის და პალესტინის წარმომადგენლები დაესწრებიან. ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის გამწვავებასთან დაკავშირებით საგანგებო განცხადებას აკეთებს საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი. ამ კვირაში ისრაელის მიმართულებით რაკეტები ისრულეს, რასაც თელ-ავივის პასუხი მოჰყვა. კრიზისთან დაკავშირებით უშიშროების საბჭო შეიკრიბა. გაიმართება არაბთა ლიგის სხდომაც. კონფლიქტის ესკალაციის შემთხვევაში რეგიონი კატასტროფის წინაშე აღმოჩნდება. მოხდარის შემდეგ უკიდურესად გართულდა ურთიერთობა ისრაელსა და ეგვიპტეს შორის. პრეზიდენტმა მურსიმ ისრაელიდან ეგვიპტის ელჩი გამოიწვია. ისრაელის ელჩმა კი უკვე დატოვა კაირო. ჩვენ მკაცრად ვგმობთ ისრაელის თავდასხმას ღაზის სექტორზე, რასაც მშვიდობიანი მოქალაქეები შეეძინენ. ეს მიუღებელია და ჩვენ ვაპროტესტებთ. ისრაელმა სამხედრო ოპერაცია თავდაცვის ღერძი გუშინ საღამოს დაიწყო. ჰამასის სამხედრო მეთაურის ლიკვიდაციის შემდეგ პალესტინელებმა ისრაელის ტერიტორიის დაბომბვა დაიწყეს. სამხედრო ოპერაციის დაწყების შემდეგ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ისრაელის პრემიერ-მინისტრს ესაუბრა. ბარაკ ობამა ნეთანიაჰუს მხარდაჭერას უცხადებს, თუმცა ისრაელს მოუწოდეს მშვიდობიანი მოქალაქეების მსხვერპლი აეცილოს. საბრძოლო მოქმედებების პარალელურად ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს საქართველოში ისრაელის ელჩი იუვალ ფუქსის ცნობით, ისრაელში ოპერაციის მთავარი მიზანი ქვეყნის სამხრეთ ნაწილში ნორმალური საცხოვრებელი პირობების დაბრუნებაა. საელჩოს განმარტებით, ისრაელის მიერ დაწყებული ოპერაცია ქვეყნის მშვიდობიანი მოსახლეობისთვის არსებული საფრთხის აღმოფხვრას ემსახურება. ისრაელის სიტუაციის გაუარესებით არ არის დაინტერესებული. განცხადებაში ვკითხულობთ, ისრაელს არაერთხელ უთქვა მსღიად, რომ მსგავს შეტევას უმოქმედობით არ შეხვდებოდა. ისრაელი დიდი ხნის განმავლობაში იკავებდა თავს, მაგრამ მოსახლეობის წინააღმდეგ განხორციელებულ შეტევას აღარ შეეგუება. განცხადებაში დიპლომატი საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდებს ღაზის სექტორის მხრიდან ისრაელის მიმართულებით განხორციელებული აგრესია შეაჩეროს და ისრაელის რეაქციას არ დაელოდოს. We see Iran as a challenge not for international community and for your region too. Iran is
grateful and thankful. Დახორციელდა თუ არა ზეწოლა იმ მოწმეებზე, რომლებმაც ჩვენება მისცეს ბაჩუ ახალაიას წინააღმდეგ დაჭავებული ადვოკატები პროკურატურისგან მოწმეების დაკითხვის ამსახველ ვიდეო მასალას ითხოვენ. ახალაია დღეს ადვოკატებმა ციხეში მოინახულეს, ახალაიას ახლობლებმა კი მეშვიდე საპრობილესთან ღამე დაათენეს. ისინი არც დღეს დაშლილან კანონიერი ქურდების გვერდით ბაჩუ ახალაიას ყოფნა მისთვის დამამცირებელია მიიჩნევენ. დაჭავებულის მეგობრები ახალაია ცოტა ხნის წინ აჯაჭი მინაშვილმა მოინახულა. მინაშვილის ხმით ყოფილ მაღალჩინოსაც ციხეში ნორმალური პირობები აქვს, თუმცა მაინც ითხოვს მის გადაყვანა სხვა დაწესებულებაში. დასულ ღამეს პროკურატურამ კიდევ რამდენიმე მაღალჩინოსანი დააჭავა. ამჯერად დაჭავებული არიან სოდისა და ჭუდის თანამშრომლები. კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ლევან ჩარდავა, სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის უფროსი გიორგი ყავლაშვილი და კიდევ რამდენიმე მაღალჩინოსანი დაკითხვის შემდეგ დღეს ჯამთენიისას დააჭავეს. ჭუდის უფროს ბრალადედება ბიძინა ივანიშვილის დაცვის წევრის ბესიკ სურმავას დატაცება. მას ბრალი 2 მუხლი წაუყენეს 153 მუხლის მესამე ნაწილით, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს და 333 მუხლით უფლებამოსილების გადამეტება. რაც შეეხება ყავლაშვილს, მის შემთხვევაში საქმე ქართულ ჯგუფის კუთვნილ ტვირთის დაზიანებას ეხება ტერმინალზე. ყავლაშვილს ბრალი ედება სისხლის სამართლის კოდექსის 187 მუხლით, რაც სხვისი ქონების განადგურებას გულისხმობს. დანაშაულის 3 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. გარდა ამისა, მას ბრალი წარუდგინეს 333 მუხლის პირველი ნაწილით, რაც თანამდებობრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს და ისიც 3 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ყველა მათგანი წინასწარი დაჭავების იზოლატორში არიან მოთავსებული. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი კი ოფიციალური ვიზიტით გერმანიის ფედერაციაში იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში საგარეო წყობის ხელმძღვანელმა პირველი შეხვედრა საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ფედერაციული კანცლერის მრჩეველთან გამართა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორი ქვეყნის ურთიერთობას, საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს, რუსეთთან ურთიერთობის საკითხებსა და ქვეყნის ევროატლანტიკურ მისწრაფებებს. ქართული ოცნების პოლიტიკაში მოსვლის შემდეგ ახალი მთავრობის პრიორიტეტი და პირადად ბიძინა ივანიშვილის პრიორიტეტი არის სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება, დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის შექმნა, დამოუკიდებელი იუსტიციის შექმნა, დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება და გაღრმავება მათთან ურთიერთობისა, სამოქალაქო სექტორთან განსაკუთრებით, ასევე მედიის თავისუფლება. იგი დაინტერესდა რუსეთთან ჩვენი პოლიტიკის მიმართულებით. მე მას ვუამბე იმის შესახებ, თუ როგორ მოხდა სპეციალური წარმომადგენლის დანიშვნა, რა იყო რუსეთიდან რეაქციები და მას ასევე დაებადა შეკითხვა, თუ როგორი როლი შეიძლება შეასრულონ სხვა ქვეყნებმა საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობის მოგვარებაში. საქართველოს პრეზიდენტი კი ევროპარლამენტის პრეზიდენტ შეხვდა და ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე ისაუბრა, როგორც მარტინ შულცმა ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ახლა არის გარდამავალი პერიოდი და ევროკავშირი დიდი ინტერესით ადევნებს თვალს საქართველოში განვითარებულ მოვლენებს. შულცის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილმა და ახალი მთავრობის პრემიერმა თანაარსებობა მინიმუმ შემდეგ საპრეზიდენტო არჩევნებამდე უნდა შეცვლონ. ევროკავშირი დიდი ინტერესით და ღელვით ადევნებს თვალს საქართველოში განვითარებულ მოვლენებს. ის რაც ქვეყანას ახალი მთავრობის ფორმირების შემდეგ სჭირდება, არის წინდახედული და ფრთხილი გარდამავალი პერიოდი. იგივე საკითხი გუშინა ახლად არჩეულ პრემიერთანაც განვიხილე. ეს არ არის პირველი ქვეყანა, სადაც პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები არიან და იმის კარგი მაგალითი, რომ ეს შესაძლებელია, არის საფრანგეთი. ფიქრობ, კონსტიტუციის პატივისცემა ამის კარგი საფუძველია. შემდეგი საპრეზიდენტო არჩევნები საქართველოში 2013 წლის ოქტომბერში გაიმართება და თქვენ და ახალი მთავრობის პრემიერ-მინისტრმა თანაარსებობა მინიმუმ შემდეგ საპრეზიდენტო არჩევნებამდე უნდა შეძლოს. აქ ვიმყოფებით იმისთვის, რომ საქართველო და ევროკავშირი კიდევ უფრო დაუახლოვდეს ერთმანეთს და მივიღოთ ევროპული პერსპექტივა ჩვენი ქვეყნისთვის. ჩვენ უკვე მივახციეთ სავიზო რეჟიმის გამარტივებას და ახლა გვჭირდება, რომ ვიზების ლიბერალიზაციის პროცესი პროგრესის გზით წავიდეს. ჩვენ უკვე მივუახლოვდით ასოცირებული წევრობის შესახებ შეთანხმებას, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაფორმებას ევროკავშირთან. ამ მხრივ საქართველოს არ აქვს
ალტერნატივა. Გამიმარჯვოთ თვალებთან ერთად გავაძლიეროთ პოლიტიკური პარტიები ამ სახელწოდებით სასტუმრო თბილისი მარიოტში მიმდინარე კონფერენციის მასპინძელი ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტია. კონფერენციის მიზანი საქართველოში ქალთა პოლიტიკური მოღვაწეობის შესახებ დისკუსიის გაგრძელება, მონაწილეები კი საპარლამენტო უმრავლესობის, უმცირესობისა და სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების წევრი ქალები არიან. კონფერენციას სხვებთან ერთად შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდიც ესწრებოდა. გენდერული თანასწორობა არის არა მარტო ადამიანის უფლებათა ნაწილი, არამედ მნიშვნელოვანი ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის, რასაც ადასტურებს იგივე ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის OECD-ის კვლევები. ძალიან მნიშვნელოვანია კიდევ უფრო სრულყოფა გენდერული პოლიტიკის, გენდერული თანასწორობის, ამ მიზნით სწორედ იქნება პარლამენტის თავმჯდომარესთან გენდერული საბჭო, რომლის მიზანიც სწორედ ის არის, რომ გენდერული პოლიტიკა იყოს ქვეყანაში საერთაშორისო ევროპული და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი. ხალი პოლიტიკაში მიმაჩნია, რომ ძალიან მნიშვნელოვანი გავლენის მომხდენია. ბევრი ფაქტორის გამო ძალიან ჭირდება დღეს ქართულ პოლიტიკას, რაც შეიძლება მეტი ქალი, იმიტომ რომ პოლიტიკა გახდეს კიდევ უფრო ადამიანური, უფრო გულწრფელი, უფრო ახლოს მოსახლეობასთან, უფრო ალბათ დატვირთული მეტი პასუხისგებლობით. სამხატვრო აკადემიაში ცოტა ხნის წინ დასრულდა სხდომა, სადაც აკადემიის პროფესორმა, მასწავლებლებმა და სტუდენტებმა აკადემიური საბჭოს მიერ 2 დღის წინ მიღებული გადაწყვეტილება დააპროტესტეს. ამ გადაწყვეტილებით აკადემიის რექტორს ირინა პოპიაშვილს შეუწყდა უფლებამოსილება და მოვალეობის შემსრულებლად თინა კლდიაშვილი დაინიშნა. სხდომის მონაწილეებმა ირინა პოპიაშვილის მხარდასაჭერად ხელმოწერები შეარდოვეს, მათ ასევე მოამზადეს ღია წერილი პრემიერ-მინისტრის, კულტურის მინისტრისა და განათლების მინისტრის სახელზე, რომლითაც რექტორის თანამდებობაზე აღძრინას ითხოვენ. პროფესორ მასწავლებელთა მეორე ნაწილი მხარს თინა კლდიაშვილის კანდიდატურას უჭერს და აცხადებს, რომ საბჭომ რექტორის გათავისუფლების გადაწყვეტილება სრული იურიდიული ნორმების დაცვით მიიღო. აკადემიურ საბჭოს აბსოლუტურად უფლება აქვს ნებისმიერ დროს დაუკითხავად რექტორის და შეიკრიბოს და გადაწყვიტოს პრობლემები ის, რაც კანონით შესაძლებელია. ამ კანონის დარღვევით ჩვენ მონაწილეობის არჩევნები არ გამიკეთებია და არც ისეთი არჩევნები არ გამიკეთებია, რომ რამე ზიანი მიაყენოს ხალხბატონ ირინას ან სულიერი ან თავმოყრობისთან დაკავშირებით. მინდა გითხრა მაყურებელს, რომ 5 წევრიდან აკადემიური საბჭოში 4 იყო მომხრე გადაყენებისა. ერთმა დაიჭირა ყოფილი რექტორის პოზიცია. აი ამგვარი გადაწყვეტილება ესე სწრაფად მიღებული, ისე რომ ჩვენ ამ ბრალდების შესახებ არაფერი არ ვიცოდით. და არანაირად გაფრთხილებულები ამაზე არ ვიყავით. ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი აზრით ეს არის გადამეტება. ჩვენ ვითხოვთ, რომ საერთოდ ამაზე მოხდეს რეაგირება და ეს 3 ადამიანმა პრინციპში მიიღო გადაწყვეტილება რექტორის გადაყენების, რომ ეს არ იყოს 3 ადამიანის ასე თქვათ უფლებამოსილება, რომ როგორი გზით წავა აკადემია და რა ისტორია, როგორი განვითარება ექნება აკადემიას. პროფილაქტიკური ცენტრის სახელწოდებით შუა ქალაქში მეტპერსონალი დაწესებულების აუქციონზე გატანა საპროტესტებს. აუქციონი 20 ნოემბერსაა გამოცხადებული და საწყისი ფასი 1,90,000 ლარია. თანამშრომლები აუქციონის შეჩერებას და პირდაპირ განკარგვის წესით შენობის პერსონალზე მიყიდვას ითხოვენ. პოლიკლინიკის დირექტორი აცხადებს, რომ მათი მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში ისინი საქართველოს კანონმდებლობაზე დაყრდნობით იმოქმედებენ. პროფესიული ცენტრი ლაღიძის 8 ნომერში მდებარეობს და პირველადი ჯანდაცვის დაწესებულება მისი დამფუძნებელი და შენობის მესაკუთრე კი ქალაქ თბილისის მერია. ის პოლიკლინიკები, რომლებიც უკვე გასხრჩდა კერძო ინვესტორზე, არ გამოიღო ის შედეგი, რასაც მოელოდნენ. არო პაციენტები არ არიან ძალიან კმაყოფილები, ექიმები უკმაყოფილოები არიან, ხელფასებმა არ მოიმატეს, ინვესტიციები თვითონ შენობის მხრივ, ინფრასტრუქტურის მხრივ არ იყო განხორციელებული. ჩვენი ძირითადი მოთხოვნა არის, რომ დაწესებულება პირველადი ჯანდაცვის დარჩეს სახელმწიფო საკუთრებაში. ზოგჯერ მოდის ისეთი პაციენტი, რომელსაც საერთოდ არ აქვს გადახდის საშუალება, არც დაზღვევა აქვს, არც თანხა. ძალიან ხშირად ჩვენი მთავარი ექიმის მითითებით, თხოვნით, ჩვენი ექიმების გულისხმიერებით ჩვენ აბსოლუტურად უფასოდ ვემსახურებით. ამას დაადასტურებს ძალიან ბევრი პაციენტი. რისის შესაძლებლობა ჩვენ ფაქტიურად არ გვექნება.
პატარკაციშვილის ქვრივი ინა გუდავაძე კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში ვკითხულობთ, ბოლო დროის განმავლობაში მე, ჩემი ოჯახის წევრები და ჩვენი ახლობლები ისევ გავხდით ვანო ჩხარტიშვილის განცხადებების სამიზნე. პატრი პატარკაციშვილის მემკვიდრეები უჩივიან ვანო ჩხარტიშვილს სხვადასხვა სასამართლოებში და საქართველოს პროკურატურაში. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ამ კომპეტენტურ ორგანოებს არ გაუჭირდებათ გაერკვნენ საკმაოდ მარტივ ფაქტებში. და დაადრინოს სიმართლე მედია საშუალებების ჩარევის გარეშე სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ მე და ჩემი ოჯახის წევრებს არ მიგვიღია მონაწილეობა ჩხარტიშვილის შესახებ რუსთავი 2-ზე გასული კლიპის წარმოებასა და გავრცელებაში. აქვე სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ტელეკომპანიამ მზეს და იმას თუ ვინ იყვნენ ამ არხის მფლობელები არანაირი კავშირი არ აქვს ტელეკომპანია იმედის ჩვენი ოჯახის მიერ დაბრუნებასთან. ეს არის განცხადება, რომელიც პატარკაციშვილის ქვრივმა ინა გუდავაძემ ცოტა ხნის წინ გაავრცელა. ვინ გახდა ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ახალი მფლობელი? საკონტროლო პაკეტი 51% გაყიდული არხს ახალი გენერალური დირექტორი წავს სამაუწყებლო კომპანიას ნიკა გვარამია უხელმძღვანელებს. მისი თქმით, არანაირი საფუძველი არ აქვს ტელეკომპანია რუსთავი 2-ის მფლობელების კანონიერებაში ეჭვი შეიტანოს. გვარამიას განმარტებით არხის ძველი მფლობელების დავებთან დაკავშირებით ინფორმაციას არ ფლობს და ის ენდობა რეესტრის ამონაწერის უტყუარობის პრეზუმპციას. მისივე ინფორმაციით რუსთავი 2-ის საკონტროლო პაკეტის 51%-ის მფლობელია ტელეკომპანია საქართველო. შესაბამისად რუსთავი 2-ის დამფუძნებელ ფიზიკურ პირებს წარმოადგენენ ლევან და გიორგი ყარამანიშვილები და გოგი გეგეშიძე. რუსთავი 2-ის ახალი გენერალური დირექტორის თქმით, ახალ თანამდებობაზე დამფუძნებლების გადაწყვეტილებით ის გუშინ დაინიშნა. ბუნებრივია იურიდიული პირის გენერალურ დირექტორად ინიშნებიან მისი დამფუძნებლების, ანუ წილის მფლობელების გადაწყვეტილებით. ყველა მათგანმა რამდენიმე დღის წინ შემომთავაზა მეფიქრა ამ საკითხთან დაკავშირებით, ვიფიქრე რამდენიმე დღე და ესეთი გადაწყვეტილება მივიღე. ეს სარედაქციო მიმართულების ცვლილებები არ იგეგმება. რუსთავი 2 დღეის მდგომარეობითაც მე ვფიქრობ არის ერთ-ერთი ყველაზე უფრო დაბალანსებული ტელევიზია. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია მით უმეტეს ამ ახალ ვითარებაში ვიყოთ ძალიან მწვავეები, გავაშუქოთ ყველა ინფორმაცია, ბუნებრივია, ჩემი აქ მოსვლით თუ ვინმეს კითხვის ნიშნები დაებადა, ეს კითხვის ნიშნები ძალიან მალე გაქრება გარწმუნებით. ახალი მფლობელი ყავს ტელეკომპანია პირსაც, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის მესამე არხს მართავდა. სააგენტო მედიაჯის ინფორმაციით მიმდინარე წლის 29 ოქტომბერს კომპანიის 60% 4 დღით ადრე შექმნილ შპს შვიესას გადაეცა. სამეწარმეო რეესტრის მონაცემებით პარტნიორთა კრებაზე გადაწყდა, რომ კომპანიის 60%-ის გადაცემის ანაცვლოდ შვიესა ვალდებულია 4 ხელმოწერიდან. 5 წლის განმავლობაში შპს ტელეკომპანია პიკის კაპიტალში 1.5 მილიონი ინვესტიცია განახორციელოს. კრების ოლქში ასევე აღნიშნულია, რომ შვიესას შენატანის შესაძლოა განხორციელდეს ფულადი ფორმით ან ქონებრივი შენატანის სახით. შვიესას 30% ტელეკომპანია პიკის 55%-ის მფლობელმა მამუკა თათოშვილმა დაუთმო. 10% კი გიორგი აღდრომალაძემ, თამაზ რუდაძემ და ნიკოლოზ ტაბიძემ, რომელთაც მანამდე 15% ეკუთვნოდათ. გამოცემის ინფორმაციით შვიესას დამფუძნებელი და დირექტორი ლიტვინი დარიუს უირგელავიჩუსია. ის ორმაგ მოქალაქეობას ფლობს და ამჟამად თბილისში ცხოვრობს. ლიტვური მედიის ცნობით იორგულავიჩუსი საქართველოს შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის ვანო მერაბიშვილის მრჩეველი იყო. ხანძარი ლილომოლის ტერიტორიაზე სავაჭრო ცენტრში 26 მაღაზია დაიწყო. განადგურებულია დიდი რაოდენობით სავაჭრო საქონელი, ზოგიერთი მაღაზიის ჩამონგრევის საფრთხე ამ დრომდე არსებობს. ამის გამო ტერიტორიაზე არ უშვებენ სავაჭრო ობიექტების მეპატრონეებს. ხანძარი ლილოში დილის 7 საათისთვის გაჩნდა და ის 600 კვადრატულ მეტრ ფართობს მოედო. ყველაზე მეტად ბაზრობის მე-15, მე-16 და მე-17 რიგები დაზარალდა. ცეცხლის ჩარხობაზე 20-მდე ბრიგადა მუშაობდა. ხანძრის დამომწვევი მიზეზები ამ ეტაპზე უცნობია. არსებული ინფორმაციით არ არიან დაშავებულები. ცეცხლი რო გამოჩნდა, კი გვაქვს აგნიტვიში ტელევიზორ რო არის, იმით ვერაფერი ვერ ავქენი და აქ ლილოს სახანძრო უცებ მოვიდა. რომ მოვიდა ეგრევე ცეცხლი, აქ შიფრები ხო ხედავ, პლასმასის არის და უცებ იწვევა და ეგრევე დაიწყო და რის ბრალი იყო არ ვიცით, როგორც გავიგეთ, ზამიკანია მოხდა დენის. დილას მოვედით, შეძლო გახსნეს მაღაზიები, 7-5 წუთი დაიწყო სუნი მოდიოდა. იმ მომენტში იქიდან დაიწყო ისე ცეცხლი. იქ რომ ზავედით რომ გადახეთ იმას მაღაზიაზე რომ გავაჩეროთ რა იმას ვერ გადაეცე. მე გადმოვიდა კრიშაზე.
და მოვიდა და დაიწყო 25 მაღაზიამდეა დამწვარი და ზარალის ოდენობას ცოტა ხანში დაადგენენ შესაბამისი ექსპერტებიც მუშაობენ მიზეზის დასადგენად შეეხება მაღაზიების აღდგენას ჩვენ როგორც კი მორჩებიან ექსპერტები აღდგენის სამუშაოებს დავიწყებთ და საბედნიეროდ ის ნაწილი დაზღვეული არის მეწარმეების დაზღვეული აქვს თავიანთი საქონელი და გამოძახებულია უკვე სადაზღვევო კომპანია ის მათი აგენტებიც სწავლობენ ამ თემას და იმედია კარგად აუნაზღაურებენ ჩვენს საკმაოდ ლობირებას გაუწევთ ამ თემას ვინ უთვალთვალებს მერიას თანამშრომლები აცხადებენ, რომ გუში მთელი დღის განმავლობაში შენობას ნისანის მარკის ავტომობილიდან უთვალთვალებდნენ მათი განცხადებით. მანქანაში 2 ადამიანი იჯდა, ისინი სპეციალური ტექნიკით იყვნენ აღჭურვილი. მერია ეცადა დარკვევას ვინ იჯდა მანქანაში, თუმცა იქ მსხდომმა პირებმა მერიის კითხვის პასუხი არ დასცეს და წავიდნენ. მერიამ ამ საკითხზე შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა და გადაღებული ვიდეო მასალა მიაწოდა. მერია შინაგან საქმეთა სამინისტროს თხოვს დაადრინოს მანქანაში მსხდომთა ვინაობა და დაარკვევს რა იყო თვალთვალის მიზეზი. რუსეთი მზად არის ქართული ღვინის რუსეთის ბაზარზე დაბრუნების საკითხი განიხილოს, როგორც რია ნოვოსტი იტყობინება. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადრილი ანდრეი დენისოვმა განაცხადა. თუ ჩვენ ვსაუბრობთ კონკრეტულ შემთხვევებზე, საქმე ეხება ქართული ღვინის დაბრუნებას რუსეთის ბაზარზე, საკითხის პრაქტიკულად შესწავლის სურვილი ორივე მხარეს არსებობს, განაცხადა მან. ამასთან რია ნოვოსტის მოყავს საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის იტყვები, რომ საქართველოს შეეცდება უკვე მიმდინარე წელს რუსეთის ბაზარზე შეიტანოს წლევანდელი ციტრუსის მოსავალის რუსული გამოცემები. აღნიშნავენ, რომ საქართველოს სოფლის მეურნეობის ახალი მინისტრი დავით კირვალიძე თავის მხრივ აცხადებს, ქართული მხარე მზად არის მიიღოს რუსი ექსპერტების საექსპორტო პროდუქტის ხარისხის შესასწავლად. როგორც ცნობილია, რუსეთის ტერიტორიაზე ქართული ღვინის შეტანა 2006 წელს აირძალა. ფორმალურად ამას საფუძვლად დაედო დასკვნა, რომლის მიხედვითაც დარღვეული იყო სანიტარულ-ეპიდემიოლოგიური ნორმები. ქართული მხრიდან ღვინოსთან ერთად რუსულმა მხარემ აკრძალა ქართული მინერალური წყლების ბორჯომისა და ნაბეღლავის რეალიზაციაც. ყოფილი პატიმრისა და ბიზნესმენის სერგო ბერიძის სარჩელი პროკურატურაში. ბერიძემ სარჩელი ვანო მერაბიშვილის უკანონო ქმედებების წინააღმდეგ შეიტანა. ბერიძე ამბობს, რომ მას წართვეს სამკერვალო ფერმა, ბენზინგასამართი საძრური და კაფე-ბარი. ამ თემასთან დაკავშირებით ფილმი ნინო ზურიაშვილმაც გადაიღო. წამართვეს სამკერვალო ფაბრიკა, წამართვეს ქათმების ფერმა, წამართვეს ბენზინგასამართი, წამართვეს სასტუმრო, წამართვეს ჩემი ოფისი. ჩადეს ქართულ ბანკში 12 მილიონში $20,000 მომაჩეჩეს დედამისის დარეკვით. ჟანა მერაბიშვილმა დამირეკა, რომ შეუხედრივი ყავი და ამას დაასტასურებს ნინო ზურიაშვილის მიერ გადაღებული ფილმი. პოლიტპატიმრების ოჯახის წევრებს და ადვოკატებს პროკურატურაში სარჩივრები შეაქვთ. ისინი საქმის ხელახალ გადასინჯვას და დამნაშავეების დასჯას ითხოვენ. ადვოკატი პატიმრების მიმართ კრიმინალურ მიდრომაზე საუბრობს და იმ უკანონო დაჭერებს იხსენებს, რომლებიც ძველი ხელისუფლების დროს ხორციელდებოდა. პატიმრების ოჯახის წევრები კი პოლიტპატიმრების დაუყოვნებლივ გადავისუფლებას ითხოვენ, რომელთა საქმეებიც უკვე გადაიხედა. ჩვენ შემოვიტანეთ საჩივრები გია სალუქვაძის, ზურაბ ხუციშვილის, მარხა ჟუჟუნაძის საქმეებთან დაკავშირებით, რომ მოხდეს საქმეების გადასინჯვა პროკურატურაში. იმედი გვაქვს, რომ პროკურატურა ჩაატარებს ობიექტურ სრულყოფილ სამართლიან გამოძიებას, რასაც აქამდე წინა ხელისუფლებისაგან ვიყავით მოკლებული, გადაისინჯება საქმეები და ყველა ის პიროვნება, რომელმაც მათ მიმართ განახორციელა დანაშაული, უშუალოდ და პირდაპირ აგებს პასუხს სისხლის სამართლის წესით. მე როგორც კლასიკური პოლიტიკურ პატიმრად მიმაჩნია თავი და მოხდეს ჩემი იმ პიროვნებების დაკავება და დასჯა, რომელმაც მონაწილეობა მიიღეს ჩემს უკანონო დაკავება დაპატიმრებაში და შესაბამისი როგორც პოლიტიკური, ასევე სამოქალაქო რეაბილიტაცია. ჩვენ არც შეწყალებას არ ვითხოვთ, არც ამინისტიას. ესე უნდა გადაიხედოს დღე და ღამე და გაათენოს ახალმა მთავრობამ და რა განხილვა უნდა ყველა მიცის, ყველა მაღიარო, რომ არიან პოლიტიკური ნიშნით დაკავებული რაღაც შეთითხნილი ბრალდებებით პოლიციის წინააღმდეგობის და რაღაც ესეთი ბრალდებებით, სადაც არის არგუმენტები 1000, რომელიც სასამართლომ არ გაითვალისწინა. საქართველოს ბანკმა და გერმანიის განვითარების ბანკმა ხელი მოაწერეს 25 მილიონი ევროს მოცულობის
სასესხო შეთანხმებას ირაკლი დილაურის განცხადებით აწლიანი ფინანსური რესურსის მიზნობრიობა, განახლებად ენერგიაში ინვესტიციის განხორციელება და ძირითადად მცირე ზომის ჰიდროელექტროსადგურების აშენებისა და რეაბილიტაციის დაფინანსება. დილაურის განცხადებით გერმანიის განვითარების ბანკთან გაფორმებული შეთანხმება საშუალებას მისცემს საქართველოს ბანკს გაზარდოს ბიზნესის დაფინანსება და ხელი შეუწყოს საქართველოს ეკონომიკის ზრდას. ეს არის აწლიერი რესურსი, რათა დავაფინანსოთ ჰიდროელექტროსადგურები, ეს არის მცირე და საშუალო ჰიდროებზე საუბარი. შესაძლოა ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ ხრი მოთხოვნა არის საქართველოში და მნიშვნელოვანი იქნება ამ სექტორის განვითარებისთვის ეს დაფინანსება. We are glad to launch this program. მიგოჩნია, რომ ინვესტირება ჰიდროელექტროენერგიაში საშუალებას აძლევს საქართველოს დაეყრდნოს საკუთარ ენერგეტიკულ რესურსებს. ნაცვლად იმისა, რომ მოახდინოს ძვირი არაგანახლებადი რესურსების იმპორტი. ჰიდროელექტროენერგია უზრუნველყოფს საიმედო და არაძვირად ღირებულ ენერგიას ქართველებისთვის, ამავდროულად ხელს უწყობს გარემოსა და კლიმატის დაცვას. საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხათურმა და აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა გიორგი თავართრილაძემ სარფის საბაჟო გამშვები პუნქტი და გაფორმების ეკონომიკური ზონა დაათვალიერეს. ხათური მომსახურების ხარისხის კმაყოფილია, თუმცა შენიშვნები აქვს სარფის ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებით. ტერიტორიაზე, სადაც მძიმე სატვირთო ავტომობილები გადაადრილდებიან, ასფალტი დაწეულია. რაც ხათურის თქმით უხარისხო სამუშაოების შედეგია. ფინანსთა მინისტრი ასევე დაინტერესდა, რატომ მორიგდება 24 საათიან რეჟიმში მომუშავე პერსონალს მხოლოდ ბარამბო შოკოლადი. It is a crisis. It is called a fiscal. I hope my English is understandable. Due to stress and due to all the other conditions. And so ლანჩხუთის სარკინიგზო გადასასვლელების რიცხვი შემცირდება. ამის შესახებ რკინიგზის დეპარტამენტის წარმომადგენელმა თამაშ შელიამ განაცხადა, მისი თქმით კომისია შეიქმნა, რომელიც გადასასვლელების ოპტიმალურ ადგილმდებარეობას და რაოდენობას თავად განსაზღვრავს. ამის შემდეგ ლანჩხუთში სარკინიგზო გადასასვლელების ნაწილი გაუქმდება. აღნიშნულ ფაქტს აპროტესტებს სოფელ ხაჯალიას მოსახლეობა. მათი თქმით, გადასასვლელის გაუქმების შემთხვევაში სოფელი გარე სამყაროს მოწყდება, რასაც ისინი რკინიგზის მაგისტრალის უვადო გადაკვეთით გააპროტესტებენ. საერთოდ მარტო აქ არა მიმდინარეობს ყველა გადასასვლელების შესწავლა. და შემდგომ უკვე ახლა ალბათ შევიზენეს ჯერ ამისთან არის წარმოიშვა თქმა უნდა რომ ჩვენ დავდივართ სინგალს არის შიში იმისა რომ ხوار იკეტება. მაგრამ რა მოხდება უკვე მას კომისიამ მე შესწავლის შემდგომ გადაწყვეტა. იქნება ჩამოსული არიან რკინიგზის დეპარტამენტიდან და მიდის მინდა სამუშაო პროცესი, როგორც გადაწყვეტავენ სპეციალისტები არიან და მათი გადაწყვეტილება შესაბამისად მოხდება ყველა. მუშაობთ ოპტიმალურ ვარიანტზე. უსაფრთხოებიდან გამომდინარე, მოგახსენათ ზეგან რკინიგზის დეპარტამენტიდან ეს ყველაფერი იკეთება მოსახლეობის უსაფრთხოებიდან გამომდინარე. ადგილი ვერ გამონახეს, ზიმნაერი ორივე ხარე რომ დაკმაყოფილებული იყოს. ადგილი ნახეს ბოლოს და ხიდი იყო პრობლემა. ხიდზე რაიონმა ვერ დიეთახმა, რკინიგზამ ჩვენ ხიდს ვერ გავაკეთებთო. ხვალიდან მიმართავთ ზევით და შეიძლება გზაც გადავკეთო ასეთი ხარ. გერმანიის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკისგან ბათუმის მერიამ დამატებით 51 მილიონი ევრო ისესხა. ეს თანხა ბათუმში წყლისა და კანალიზაციის რეაბილიტაციას მოხმარდება. ბათუმში უკვე მესამე წელია მიმდინარეობს გერმანიის განვითარების ბანკიდან მიღებული სესხით წყლისა და კანალიზაციის რეაბილიტაცია. უკვე დასრულებულია მეორე ეტაპის სამუშაოები. 60 წლის ვადით ბათუმის მერიამ სულ 120 მილიონი ევრო ისესხა. პროექტის განვითარების მესამე ეტაპი 3 წელიწადში დასრულდება. ხელი მოეწერა ორი კვირის წინ მესამე ფაზის განხორციელებას და ამის მომავალი პროექტებიც იქნა განხილული. ფაქტურად ამით დამატებით პროექტში ჩაერთო 51 მილიონი ევრო და უნდა ითქვას, რომ ჯამში უკვე წყლის და კანალიზაციის სისტემების განვითარებისათვის მობილიზებულია 120 მილიონი ევრო. ხონის წყალტუბოს საავტომობილო გზის მშენებლობა შეჩერებულია. ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალშენის მოსახლეობა გზის მშენებლობის განახლებას ითხოვს. ადგილობრივი მცხოვრებნი ამბობენ, რომ გზის მშენებლობას წინასაარჩევნო კამპანიისას პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე დავით ბაქრაძე და ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატი აკაკი ბობოხიძე დაპირდა. ხონის მუნიციპალიტეტის დამგებელი კი აცხადებს, რომ გზის მშენებლობას სარზაო დეპარტამენტი ახორციელებს. სამუშაოების გაგრძელებისა და დასრულების შესახებ ის ინფორმაციას არ ფლობს. იყო დაპირება, რომ უნდა გაკეთებულიყო გზა. ეს უნდა მომხდარიყო 1 ოქტომბრამდე, მაგრამ ხედავთ რა სიტუაცია არის. ტექნიკას ხან იქეთ წაიყვანებენ, ხონისკენ ხონედან წამოიყვანებენ, ხან წყალტუბოში. ეს მონაკვეთი არის, ახლა ახალშენის მონაკვეთი არის დარჩენილი. წყალტუბოდან გუბისწყლის სოფლამდე გაკეთებულია. შავი საფარი 3 კილომეტრზე მეტი დაგებული არის წყალტუბოს მიმართულებით, იგეგმება ამ გზების შეერთება. გამომდინარე იქიდან, რომ ამ პროექტს ახორციელებს საგზაო დეპარტამენტი, გითხრათ სიმართლე, რომ
მე ამ წუთში ინფორმაცია არ მეძებება, როდის განხორციელდება ეს სამუშაოები. ახალი გამგრებელი ყავს თიანეთ სატრებულოს ბიუროს სხდომაზე 19-მა დეპუტატმა გამგრებლის პოსტზე ქართული ოცნების წევრს მალხაზ დავითაშვილს ერთხმად დაუჭირა მხარი საპარლამენტო არჩევნების დასრულების შემდეგ თიანეთის მუნიციპალიტეტის სატრებულომ გამგრებლის ვაკანსიაზე კონკურსი გამოაცხადა. სატრებულოში სულ 70 განცხადება შევიდა თიანეთის სატრებულოს მიერ სპეციალურად შექმნილმა 7-კაციანმა კომისიამ 70-დან 4 კანდიდატის პოზიცია განიხილა. აქტიურად ვიყავი ჩართული ამ პროცესში, საარჩევნო პროცესში მოიხსენებათ და ჩვენი რაიონის მაჟორიტარ დეპუტატმა ბატონმა ზაქარია კუცნაშვილმა რომ თავისი პროგრამა წარმოუდგინა თიანეთის რაიონის მოსახლეობას, რა პროგრამით მოდიოდა, მე პირადად მონაწილეობა მივიღე ამ პროგრამის გაწერაში, აქტიურად მონაწილეობდი ზაქარიასთან ერთად და სურვილი მქონდა და დღესაც ძალიან დიდი სურვილი მაქვს, რომ ეს პროგრამა რაც წარუდგინა ჩვენმა მაჟორიტარმა დეპუტატმა რაიონს თუ რა უნდა გაკეთდეს რაიონისთვის, მინდა რომ ამ ყველაფერში მარტო დაწერაში კი თვითონ განხორციელებაშიც მივიღო პირადად მონაწილეობა და მე პირობას მივცემ თიანეთის მოსახლეობას, რომ ეს ყველა პუნქტი, რაც ჩვენ ჩავდეთ ამ პროგრამაში შესრულებული იქნება. ბორჯომის რამგრობაში საკადრო ცვლილებები გრძელდება სოციალურად დაუცველთა სამსახურს დილიდან კოალიცია ქართული ოცნების ბორჯომის შტაბის წევრი ლაშა კვიციანი უხამძღვანელებს კვიციანის თქმით ამ დროისათვის მიმდინარეობს ბიუჯეტის განხილვა და მომავალი წლიდან დაგეგმილია სოციალურად დაუცველი ადამიანების ფულადი დახმარების გაზრდა. შეგახსენებთ ბორჯომის რამგრობაში ყველა სამსახურის უფროსად კოალიცია ქართული ოცნების შტაბის წევრები დაინიშნენ. ახალი ბიუჯეტით გაიზრდება სოციალურად დაუცველთა შესახებ პროგრამებში დაფინანსებები და უკეთეს პირობებს შეუქმნით სოციალურად დაუცველ ოჯახებს და კიდევ სხვა კატეგორიებს, რომლებიც საჭიროებენ ჩვენს დახმარებას. ტყიბულში დაფიცული მეშახტეების მოთხოვნა ნაწილობრივ დაკმაყოფილებულია თანამდებობიდან გადადგა საფნახშირის აღმასრულებელი დირექტორი ლივ შტროიაკოვსკის მოთხოვნების შესრულებაზე საწარმოს ადმინისტრაციისა და სადაფიცო კომიტეტ შორის დღეს მემორანდუმი გაფორმდა. მოლაპარაკებას, რომელიც დღეს შეძრა ტყიბულის მაჟორიტარი დეპუტატი ელისო ჩაფიძეც ესწრებოდა, მხარეები შეთანხმდნენ, რომ გააფორმონ მემორანდუმი, რომლის მიხედვით საფნახშირი GIG ჯგუფი აღებულ ვალდებულებებს შეასრულებს. საწარმოში არ მოხდება ხელფასებისა და მუშა-მოსამსახურეების შემცირება და შესაბამისი კომისიის მუშაობის შემდეგ გაიხსნება ციციდური სახელოსნო შახტა, რომელშიც 360 მუშა იყო დასაქმებული. დაფიცულმა მეშახტეებმა მემორანდუმის ტექსტი უკვე შეიმუშავეს და ხელმოსაწერად თბილისში კომპანია GIG ჯგუფის ხელმძღვანელობას გადაუგზავნეს. მოთხოვნა დაკმაყოფილებულია, სამთავრობო საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება აღმასრულებელი დირექტორის გადაღებების შესახებ. მეორე პუნქტი რაც შეეხება მე-15-დან მე-17 ველს შეიქმნება კომისია, სადაც ამ საგაბმულო კომისიის წარმომადგენლებიც შეისწავლიან ამ ველის მდგომარეობას და როგორც კი გვექნება დასკვნა, შესაბამისად ამ დასკვნის საფუძველზე ან განახდება მუშაობა, ან ისევ შეჩერდება, რა თქმა უნდა. რაც შეეხება მესამე პუნქტს, ხელფასებთან დაკავშირებით, მაინც განვუმარტეთ, რომ გეგმით რაც იქნება გათვალისწინებული სამუშაო და ნებისმიერი სამუშაო რაც შესრულდება, დაექვემდებარება არსებული ტარიფებით ანაზღაურებას. ადმინისტრაცია მას შემდეგ რაც მუშები განაახლებენ მუშაობას ჩვეულებრივად არ მიაწვდის მათ შესაბამის მასალებს და არ შეუქმნის პირობებს ღირსეული მუშაობისათვის, მას ამ შემთხვევაში ჩვენ გვექნება სრული უფლება ვივარაუდოთ, რომ ეს არის საბოტაჟი ახალი ხელისუფლების მიმართ და შესაბამისად გავაკეთებ ამ განცხადებას. ეს ამ ეტაპზე მისაღებია ყველაფერი, მაგრამ მაგენი აკონკრეტებენ, რომ აი გეგმას შეასრულებთ, მოგცემთ ამის, მაგრამ ყველასთვის გასაგებია, თუ გეგმა ვერ შევასრულეთ, ვერ ავიღებთ იმ თანხას, რა თქმა უნდა, რაც გვეკუთვნის, მაგრამ აქ რა შეეცი საქმე? ეს ხო საბოტაჟია. უკვე გარკვეული ვარ ყველა, რომ ვიცით, რომ საბოტაჟია, ამით რომ ერთხელ, ორჯერ, სამჯერ, 6ჯერ, 7ჯერ მოგვატყუდეს და გარანტიებს არ გვაძლევენ იმასაც, რომ ეხლაც არ მოგვატყულებენ. ჩვენ ბრუნდებით პირდაპირ ეთერში შოთა ხიზანიშვილს პროკურატურაში იბარებენ საგამოძიებო უწყებაში ცოტა ხნის წინ გამოცხადდა. შეგახსენებთ, შიდა და საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადრილე რამდენიმე დღის წინ დაინიშნა თბილისის მერის ერთ-ერთ მოადრილედ. რა კითხვები აქვს პროკურატურას ხიზანიშვილთან ამ დროისთვის უცნობია, თუმცა პროკურატურასთან დღეს თია თუთბერიძე გამოჩნდა, რომელმაც ხიზანიშვილის პროკურატურაში დაბარებასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. როგორც ჩანს, ძალიან ბევრი ადამიანი, რომელიც დაკითხვაზე არ დაბარებული, შემდეგ უკან ვეღარ გამოდიან. ეს ყველაფერი ნიშნავს იმას, რომ ამ ქვეყანაში პოლიტიკური რეპრესიები დაიწყო ახალმა ხელისუფლებამ და უნდა ამ პოლიტიკური შოუებით, აი ამ რეპრესიებით ყვებოს ხალხი.
ყოფილი პატიმრისა და ბიზნესმენის სერგო ბერიძის სარჩელი პროკურატურაში ბერიძემ სარჩელი მერაბიშვილის უკანონო ქმედებების წინააღმდეგ შეიტანა. ბერიძე ამბობს, რომ მას წაართვეს სამჭერვალო ფერმა, ბენზინგასამართი სადგური და კაფე-ბარი. ამ თემასთან დაკავშირებით ფილმი ჟურნალისტმა ნინო ზურიაშვილმაც გადაიღო. წამართვეს სამკერვალო ფაბრიკა, წამართვეს ქათმების ფერმა, წამართვეს ბენზინგასამართი, წამართვეს სასტუმრო, წამართვეს ჩემი ოფისი. ჩადეს ქართულ ბანკში 12 მილიონში, $20,000 მომაჩეჩეს დედამისის დარეკვით. ჟანა მერაბიშვილმა დამირეკა, რომ შეუხედავი ვიყავი და ამას დაასტასტურებს ნინო ზურიაშვილის მიერ გადაღებული ფილმი. დღესვე მთავარ პროკურატურასთან არცია გამართლა შეჩხარტიშვილმა აგრარული უნივერსიტეტის პროფესორმა ასწავლებლებთან ერთად ისინი კახა ბენდუქიძეს აგრარული უნივერსიტეტისთვის უმძიმესი შედეგების მომტან საქმიანობაში ადანაშაულებენ და გამოძიების დაწყებას ითხოვენ, მათ საჩივარი შეიტანეს არჩილ გველაშვილის სახელზე. აგრარული უნივერსიტეტი გადაეცა კახა ბენდუქიძეს, რომელიც საზოგადოებაში ცნობილია როგორც ელიტური კორუფციის ერთ-ერთი მამა მართვაში. აღნიშნულმა ბუნებრივია გამოიწვია იგივე რაც ხდებოდა ეკონომიკის სამინისტროში. აღნიშნულმა გამომდინარე ჩვენ მიმართავთ გენერალ პროკურორს საჩივრით, რომელთაც მოვითხოვთ კახა ბენდუქიძის საქმიანობის გამოძიების დაწყებას აგრარული უნივერსიტეტთან დაკავშირებით, რათა ჯერ კიდევ შენარჩუნებული შანსი მათი გადარჩენისა იყოს გამოყენებული. პროკურატურაში საჩივრები პოლიტპატიმარის ოჯახის წევრებმა და ადვოკატებმა შეიტანეს, ისინი საქმის ხელახალ გადასინჯვას და დამნაშავე პირების დასჯას ითხოვენ. ადვოკატი პატიმრების მიმართ კრიმინალურ მიდრომაზე საუბრობს და იმ უკანონო დაჭერებს იხსენებს, რომელიც ძველი ხელისუფლების დროს ხორციელდებოდა. პატიმრების ოჯახის წევრები კი პოლიტპატიმრების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვენ, რომელთა საქმეებიც უკვე გადაიხედა. ჩვენ შემოვიტანეთ საჩივრები გია სალუქვაძის, ზურაბ ხუციშვილის, მარხა ჟუჟუნაძის საქმეებთან დაკავშირებით, რომ მოხდეს საქმეების გადასინჯვა პროკურატურაში. იმედი გვაქვს, რომ პროკურატურა ჩაატარებს ობიექტურ სრულყოფილ სამართლიან გამოძიებას, რასაც აქამდე წინა ხელისუფლებისაგან ვიყავით მოკლებული, გადაისინჯება საქმეები და ყველა ის პიროვნება, რომელმაც მათ მიმართ განახორციელა დანაშაული, უშუალოდ და პირდაპირ აგებს პასუხს სისხლის სამართლის წესით. მე როგორც კლასიკური პოლიტიკურ პატიმრად მიმაჩნია თავი და მოხდეს ჩემი იმ პიროვნებების დაკავება და დასჯა, რომელმაც მონაწილეობა მიიღეს ჩემს უკანონო დაკავება დაპატიმრებაში და შესაბამისი როგორც პოლიტიკური, ასევე სამოქალაქო რეაბილიტაცია. ჩვენ არც შეწყალებას არ ვითხოვთ, არც ამინისტიას. ესე უნდა გადაიხედოს დღე და ღამე უნდა გაათენოს ახალმა მთავრობამ და რა განხილვა უნდა ყველა მიცის, ყველა მაღიარო, რომ არიან პოლიტიკური ნიშნით დაკავებული რაღაც შეთითხნილი ბრალდებებით პოლიციის წინააღმდეგობის და რაღაც ესეთი ბრალდებებით, სადაც არის არგუმენტები 1000, რომელიც სასამართლომ არ გაითვალისწინა. ნახორციელდა თუ არა ზეწოლა იმ მოწმეებზე, რომლებმაც ჩვენება მისცეს ბაჩუ ახალაიას წინააღმდეგ დაჭავებული ადვოკატები პროკურატურისგან მოწმეების დაკითხვის ამსახველ ვიდეო მასალას ითხოვენ. ახალაია დღეს ადვოკატებმა ციხეში მოინახულეს. ახალაიას ახლობლებმა მეშვიდე საპრობილეს და ღამე გაათენეს, ისინი არც დღეს დაშლილან. კანონიერი ქურდების გვერდით ბაჩუ ახალაიას ყოფნა მისთვის დამამცირებელია, მიიჩნევენ ისინი. ახალაია ცოტა ხნის წინ აკაკი მინაშვილმა მოინახულა. მინაშვილის თქმით, ყოფილ მაღალჩინოსას ციხეში ნორმალური პირობები აქვს, თუმცა ის მაინც ითხოვს გადაყვანა სხვა დაწესებულებაში. რაც შეიძლება მდგომარეობას კიდევ ერთხელ შევხსნეთ, ძალიან გაბედულად პირობები ნორმალურად, მისი პოზიცია ცხადია, ის ფიქრობს, რომ აქ მისი გამოყვანა არის ცინიკური. პირველ რიგში ის ფიქრობს, რომ ეს არის არასწორი გზავნილი საზოგადოებისადმი. რასაც აკეთებს ეს ხელისუფლება, იმიტომ რომ ეს არის კიდევ ერთხელ იმის გზავნილი, რომ გარკვეულწილად ნიშანი იმისა, რომ კრიმინალი კანონიერი ქურდები მართავენ სისტემას. გასულხამეს პროკურატურამ კიდევ რამდენიმე მაღალჩინოსანი დააკავა, ამჯერად დაკავებული არიან სოდისა და კუდის თანამშრომლები, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ლევან ქარდავა, სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის უფროსი გიორგი ყავლაშვილი და კიდევ რამდენიმე მაღალჩინოსანი დაკითხვის შემდეგ დღეს რამდენიისას დააკავეს. კუდის უფროს ბრალადედება ბიძინა ივანიშვილის დაცვის წევრის ბესიკ სურმავას გადაწება მას ბრალი 2 მუხლი წაუყენეს. 153 მუხლის მესამე ნაწილით, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს და 333 მუხლით უფლება
უფლებამოსილების გადამეტება. რაც შეეხება ყავლაშვილს მის შემთხვევაში საქმე ეხება ქართულ ჯგუფის ტრუთნელი ტვირთის დაზიანებას ტერმინალზე. ყავლაშვილს ბრალი ედება სისხლის სამართლის პროდექციის 197 მუხლით, რაც სხვისი თვონების განადგურებას გულისხმობს. დანაშაულის 3 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. გარდა ამისა, მას ბრალი წარუდგინეს 333 მუხლის პირველი ნაწილით, რაც თანამდებობრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს და ესეც 3 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ყველა მადრენი წინასწარი დაკავების იზოლატორში არიან მოთავსებული. ცხინვალის ციხეში კიდევ ორი ქართველი მოხვდა ადმინისტრაციული საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით რუსმა სამხედროებმა ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დვანის 2 მკვიდრი ვასილ კობახიძე და ზვიად მეჭარიშვილი 2 თვის წინ დააკავეს წინასწარი პატიმრობის შემდეგ. ცხინვალის სასამართლომ კობახიძეს 3 მეჭარიშვილს კი 1 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ვასილ კობახიძე რუსმა მესაზღვრეებმა უკვე მეორედ დააკავეს ანალოგიური ბრალდებით, მან შარშან ცხინვალის ციხეში 9 თვე გაატარა. მოხუცებულები თუ არიან? ოსები სოფელია ტილიანა იქიდან აუყანიათ რუსებს და იმ წაუყანიათ ცხინვალში. მიშენა არ დაბრუნებულა. ერთ წელი მიმსაჯესოა. ეგრეთ ფესა. სამხატვრო აკადემიაში ცოტა ხნის წინ დასრულდა სხდომა, სადაც აკადემიის პროფესორ მასწავლებლებმა და სტუდენტებმა აკადემიური საბჭოს მიერ 2 დღის წინ მიღებული გადაწყვეტილება გააპროტესტეს. ამ გადაწყვეტილებით აკადემიის რექტორს ირინა პოპიაშვილს შეუწყდა უფლებამოსილება და მოვალეობის შემსრულებლად თინა კლდიაშვილი დაინიშნა. სხდომის მონაწილეებმა ირინა პოპიაშვილის მხარდასაჭერად ხელმოწერების შეადროვეს, მათ ასევე მოამზადეს ღია წერილი პრემიერ-მინისტრის, კულტურის მინისტრისა და განათლების მინისტრის სახელზე, რომლითაც რექტორის თანამდებობაზე აღძრინას ითხოვენ. პროფესორ მასწავლებელთა მეორე ნაწილი მხარს თინა კლდიაშვილის კანდიდატურას უჭერს და აცხადებს, რომ საბჭომ რექტორის გათავისუფლების გადაწყვეტილება სრული იურიდიული ნორმების დაცვით მიიღო. აკადემიურ საბჭოს აბსოლუტურად უფლება აქვს ნებისმიერ დროს დაუკითხავად რექტორის და შეიკრიბოს და გადაწყვიტოს პრობლემები ის, რაც კანონით შესაძლებელია. ამ კანონის დარღვევით ჩვენ მონაწილეობა ეს არჩევნები არ გავიკეთებია და არც ისეთი არჩევნები არ გავიკეთებია, რომ რამე ზიანი მიაყენოს ხალხბატონ ირინას ან სულიერი ან თამოყურებისთან დაკავშირებით. მინდა გითხრა მაყურებელს, რომ 5 წევრიდან აკადემიური საბჭოში 4 იყო მომხრე გადაყენებისა. ერთმა დაიჭირა ყოფილი რექტორის პოზიცია. აი ამგვარი გადაწყვეტილება ესე სწრაფად მიღებული, ისე რომ ჩვენ ამ ბრალდების შესახებ არაფერი არ ვიცოდით. და არანაირად გაფრთხილებულები ამაზე არ ვიყავით. ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი აზრით ეს არის გადამეტება. ჩვენ ვითხოვთ, რომ საერთოდ ამაზე მოხდეს რეაგირება და ეს 3 ადამიანმა პრინციპში მიიღო გადაწყვეტილება რექტორის გადაყენების, რომ ეს არ იყოს 3 ადამიანის ასე თქვათ უფლებამოსილება, რომ როგორი გზით წავა აკადემია და რა ისტორია, როგორი განვითარება ექნება აკადემიაზე. პროფილაქტიკური ცენტრის მეტპერსონალი დაწესებულების აუქციონზე დატანა საპროტესტებს. აუქციონი 20 ნოემბერსაა გამოცხადებული და საწყისი ფასი 1,90,000 ლარია. თანამშრომლები აუქციონის შეჩერებას და პირდაპირ განკარგვის წესით შენობის პერსონალზე მიყიდვას ითხოვენ. პოლიკლინიკის დირექტორი აცხადებს, რომ მათი მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში ისინი საქართველოს კანონმდებლობაზე დაყრდნობით იმოქმედებენ. პროფცენტრი ლაღიძის 8 ნომერში მდებარეობს და პირველადი ჯანდაცვის დაწესებულება. მისი დამფუძნებელი და შენობის მესაკუთრე თბილისის მერია. ის პოლიკლინიკები, რომლებიც უკვე გასხვისდა კერძო ინვესტორზე, არ გამოიღო ის შედეგი, რასაც მოელოდნენ. არო, პაციენტები არ არიან ძალიან კმაყოფილები, ექიმები უკმაყოფილოები არიან, ხელფასებმა არ მოიმატეს, ინვესტიციები თვითონ შენობის მხრივ, ინფრასტრუქტურის მხრივ არ იყო განხორციელებული. ჩვენი ძირითადი მოთხოვნა არის, რომ დაწესებულება პირველადი ჯანდაცვის დარჩეს სახელმწიფო საკუთრებაში. ზოგჯერ მოდის ისეთი პაციენტი, რომელსაც საერთოდ არ აქვს გადახდის საშუალება, არც დაზღვევა აქვს, არც თანხა. ძალიან ხშირად ჩვენი მთავარი ექიმის მითითებით, თხოვნით, ჩვენი ექიმების გულისხმიერებით ჩვენ აბსოლუტურად უფასოდ ვემსახურებით. ამას დაადასტურებს ძალიან ბევრი პაციენტი. რისი შესაძლებლობა ჩვენ ფაქტიურად არ გვექნება. საბრძოლო მოქმედებების მეორე დღე და პირველი მსხვერპლი ხაზი სექტორში ისრაელსა და პალესტინელ მებრძოლებს შორის დაპირისპირება გრძელდება. ბოლო მონაცემებით დაღუპულია ისრაელის 3 მოქალაქე, მსხვერპლის რიცხვი გაიზარდა და პალესტინის მხარესაც ისრაელის ავიაიერიშებს 13 ადამიანი, მათ შორის 5 მებრძოლია. მსხვერპლად აჭრილთა რაოდენობა კი უკვე 100-ს აჭარბებს.
ჰამასი ისრაელზე თავდასხმას აგრძელებს ღაზის სექტორიდან 25 კილომეტრში მდებარე ისრაელის ქალაქ კირიატ მალაჩიში ჭურვი 4 სართულიან სახლს დაეცა. აფეთქებას მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლი მოჰყვა. ბოლო მონაცემებით ჰამასმა ისრაელის მიმართულებით 80-ზე მეტი რაკეტა გაუშვა. აქედან ისრაელის თავდაცვის სისტემამ 30 ჭურვი მოიგერია. ჰამასის მხრიდან შეტევის გამო ისრაელის რამდენიმე ქალაქში მოსახლეობა თავშესაფრებშია გადაყვანილი. We saw on Israel this morning. ამ დილით ჩვენ ისრაელზე ფატალური თავდასხმის მოწმენი გავხდით. გასულ თვეებში ყველა მივიხილეთ, როგორ ბომბავდნენ ჰამასის წევრები და მათი მოკავშირეები ისრაელს. ტერორისტების სამიზნე ჩვენი მოსახლეობაა. ახლა ჰამასის სამხედრო მანქანის შეჩერებას ვცდილობთ, რათა ჩვენი მოსახლეობა დაცული იყოს. On an ongoing basis. What we're trying დღეს ჩვენ ჰამას და სხვა ტერორისტულ ორგანიზაციებს მკაფიო შეტყობინებას უგზავნით. საჭიროების შემთხვევაში ისრაელის თავდაცვითი ძალები მზად არიან ფართო ოპერაცია ჩაატარონ. ჩვენ ბოლომდე დავიცავთ ჩვენს მოქალაქეებს. ღაზის სექტორში საბრძოლო მოქმედებების გამო გაეროში უშიშროების საბჭოს საგანგებო სესია მიმდინარეობს. დახურულ სესიას ისრაელის და პალესტინის წარმომადგენლები დაესწრებიან. ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის გამწვავებასთან დაკავშირებით საგანგებო განცხადებას აკეთებს საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი. ამ კვირაში ისრაელის მიმართულებით რაკეტები ისრულეს, რასაც თელ-ავივის პასუხი მოჰყვა. კრიზისთან დაკავშირებით უშიშროების საბჭო შეიკრიბა. გაიმართება არაბთა ლიგის სხდომაც. კონფლიქტის ესკალაციის შემთხვევაში რეგიონი კატასტროფის წინაშე აღმოჩნდება. მომხდარის შემდეგ უკიდურესად გართულდა ურთიერთობა ისრაელსა და ეგვიპტეს შორის. პრეზიდენტმა მურსიმ ისრაელიდან ეგვიპტის ელჩი გამოიწვია. ისრაელის ელჩმა კი უკვე დატოვა კაირო. ჩვენ მკაცრად ვგმობთ ისრაელის თავდასხმას ღაზის სექტორზე, რასაც მშვიდობიანი მოქალაქეები შეეძინენ. ეს მიუღებელია და ჩვენ ვაპროტესტებთ. ისრაელმა სამხედრო ოპერაცია თავდაცვის ღერძი გუშინ საღამოს დაიწყო. ჰამასის სამხედრო მეთაურის ლიკვიდაციის შემდეგ პალესტინელებმა ისრაელის ტერიტორიის დაბომბვა დაიწყეს. სამხედრო ოპერაციის დაწყების შემდეგ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ისრაელის პრემიერ-მინისტრს ესაუბრა. ბარაკ ობამა ნეთანიაჰუს მხარდაჭერას უცხადებს, თუმცა ისრაელს მოუწოდეს მშვიდობიანი მოქალაქეების მსხვერპლი აეციოს. საბრძოლო მოქმედებების პარალელურად ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს საქართველოში ისრაელის ელჩი იუვალ ფუქსის ცნობით ისრაელში ოპერაციის მთავარი მიზანი ქვეყნის სამხრეთ ნაწილში ნორმალური საცხოვრებელი პირობების დაბრუნება. საელჩოს განმარტებით ისრაელის მიერ დაწყებული ოპერაცია ქვეყნის მშვიდობიანი მოსახლეობისთვის არსებული საფრთხის აღმოფხვას ემსახურება. ისრაელის სიტუაციის დაუარესებით არ არის დაინტერესებული. განცხადებაში ვკითხულობთ ისრაელს არაერთხელ უთქვამს ღიად რომ მსგავს უმოქმედობით არ შეხვდებოდა. ისრაელი დიდი ხნის განმავლობაში იკავებდა თავს, მაგრამ მოსახლეობის წინააღმდეგ განხორციელებულ შეტევას აღარ შეეგუება. განცხადებაში დიპლომატი საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდებს ღაზის სექტორის მხრიდან ისრაელის მიმართულებით განხორციელებული აგრესია შეაჩეროს და ისრაელის რეაქციას არ დაელოდოს. ბადრი პატარჭაციშვილის მეუღლე ინა გუდავაძე კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს, სადაც ვკითხულობთ ამ ბოლო დროის განმავლობაში მე ჩემი ოჯახის წევრები და ჩვენი ახლობლები ისევ გავხდით ვანო ჩხარტიშვილის განცხადებების ამიზნე. პატარჭაციშვილის მემკვიდრეები უჩივიან ჩხარტიშვილს სხვადასხვა სასამართლოებში და საქართველოს პროკურატურაში. ჩვენი იმედი გვაქვს, რომ ამ კომპეტენტურ ორგანოებს არ გაუჭირდებათ გაერკვნენ საკმაოდ მარტივ ფაქტებში და დაადრინონ სიმართლე მედია საშუალებების ჩარევის გარეშე. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ მე და ჩემი ოჯახის წევრებს არ მიგვიღია მონაწილეობა ჩხარტიშვილის შესახებ რუსთავი 2-ზე გასული კლიპის წარმოებასა და გავრცელებაში. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ტელეკომპანია მზეს და იმას თუ ვინ იყვნენ ამარხის მფლობელები არანაირი კავშირი არ აქვს ტელეკომპანია იმედის ჩვენი ოჯახის მიერ დაბრუნებასთან აღნიშნულია გუდავაძის განცხადებაში. ვინ გახდა ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ახალი მფლობელი საკონტროლო პაკეტი 51% გაყიდულია არხს ახალი გენერალური დირექტორი წყავს სამაუწყებლო კომპანიას ნიკა გვარამია უხელმძღვანელებს. მისი თქმით არანაირი საფუძველი არ აქვს ტელეკომპანია რუსთავი 2-ის მფლობელების კანონიერებაში ეჭვი შეიტანოს. გვარამიას განმარტებით არხის ძველი მფლობელების დავებთან დაკავშირებით ინფორმაციას არ ფლობს და ენდობა რეესტრის ამონაწერის უტყუარობის პრეზუმპციას. მისივე ინფორმაციით რუსთავი 2-ის საკონტროლო პაკეტის 51%-ის მფლობელია ტელეკომპანია საქართველოს შესაბამისად რუსთავი 2-ის დამფუძნებელ ფიზიკურ პირებს წარმოადგენენ ლევან და გიორგი ყარამანიშვილები და გოგი დედეშიძე. რუსთავი 2-ის ახალი გენერალური დირექტორის თქმით, ახალ თანამდებობაზე დამფუძნებლების გადაწყვეტილებით ის გუშინ დაინიშნა.
ბუნებრივია იურიდიული პირის გენერალურ დირექტორად ინიშნებიან მისი დამფუძნებლების, ანუ წილის მფლობელების გადაწყვეტილებით. ყველა მათგანმა რამდენიმე დღის წინ შემომთავაზა მეფიქრა ამ საკითხთან დაკავშირებით, ვიფიქრე რამდენიმე დღე და ესეთი გადაწყვეტილება მივიღე. სარედაქციო მიმართულების ცვლილებები არ იგეგმება, რუსთავი 2 დღეის მდგომარეობითაც მე ვფიქრობ არის ერთ-ერთი ყველაზე უფრო დაბალანსებული ტელევიზია. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია მით უმეტეს ამ ახალ ვითარებაში ვიყოთ ძალიან მწვავეები, გავაშუქოთ ყველა ინფორმაცია, ბუნებრივია, ჩემი აქ მოსვლით თუ ვინმეს კითხვის ნიშნები დაებადა, ეს კითხვის ნიშნები ძალიან მალე გაქრება გარწმუნებით. ახალი მფლობელი ყავს ტელეკომპანია პირსაც, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის მესამე არხს მართავდა. სააგენტო მედიაჯის ინფორმაციით მიმდინარე წლის 29 ოქტომბერს კომპანიის 60% 4 დღით ადრე შექმნილ შეპასე შვიესას გადაეცა. სამეწარმეო რეესტრის მონაცემებით პარტნიორთა კრებაზე გადაწყდა, რომ კომპანიის 60%-ის გადაცემის ანაცვლოდ შვიესა ვალდებულია ოქმზე ხელმოწერიდან 5 წლის განმავლობაში. შეპასე ტელეკომპანია პირის კაპიტალში 1.5 ლარის ინვესტიცია განახორციელოს. კრების ორმში ასევე აღნიშნულია, რომ შვიესას შესატანი შესაძლოა განახორციელდეს ფულადი ფორმით ან ფონებრივი შენატანის სახით. გამოცემის ინფორმაციით შვიესას დამფუძნებელი და დირექტორი ლიტველი დარიუს იურგელავიჩუსია, ის ორმაგ მოქალაქეობას ფლობს და ამჟამად თბილისში ცხოვრობს. ლიტვური მედიის ცნობით იურგელავიჩუსი საქართველოს შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის ვანო მერაბიშვილის მრჩეველი იყო. ახლა მე კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ამ წუთებში მთავარ პროკურატურაში შათა ხიზანიშვილის დაკითხვა მიმდინარეობს. პროკურატურიდან პირდაპირ ეთერში ნოდარ ჩაჩუას ვრთავთ, ის ცდილობს დაერკვეს დეტალებში, ნოდარ ხომ არ არის ცნობილი რაიმე ახალი ხიზანიშვილის საქმეში. დიახ, ამ წუთებში პროკურატურაში დაკითხვა მიმდინარეობს, დაახლოებით რამდენიმე საათია უკვე, რაც კითხავენ თბილისის მერის მოადგილეს. როგორც ჩვენთვის არის ცნობილი, საქმეს აწარმოებს ანტიკორუფციული დეპარტამენტის საგამოძიებო სამსახური, თუმცა გასაკითხთან დაკავშირებით აწარმოებს ძიებას მთავარი პროკურატურა. ეს ჯერჯერობით უცნობია და ამის შესახებ ინფორმაცია მედიის წარმომადგენლებისთვის გახდება ცნობილი უკვე დაკითხვის დასრულების შემდეგ. ასევე ამ წუთებში გავრცელდა სავარაუდო ინფორმაციაც იმასთან დაკავშირებით, რომ დაკითხვაზე ასევე შოთა ხიზანიშვილთან ერთად იმყოფება ვაჟა ლილუაშვილი, რომელიც არის კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე, ეს არის ლევან ქარდავას მოადგილე, რომელიც გუშინ დააკავეს, თუმცა ამასთან დაკავშირებითაც დეტალები მედიის წარმომადგენლებისთვის უცნობია. როგორც ჩვენთვის არის ცნობილი, სავარაუდოდ შოთა ხიზანიშვილთან დაკავშირებით საქმე ეხება მისი შინაგან საქმეთა სამინისტროში მუშაობის ფაქტს, იგი ბოლო პერიოდში ბაჩუ ახალაიას მოადგილე, ანუ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე იყო, ხოლო მანამდე კი ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობას იკავებდა. ეს არის ის ინფორმაცია, რაც ამ წუთებში შემიძლიათ მოგაწოდოთ, როგორც ასევე ჩვენთვის გახდა სულ ცოტა ხნის წინ ცნობილი შიგნით იმყოფება ადვოკატის, თუმცა გააკეთებს თუ არა კომენტარს, გააკეთებს თუ არა გამოსვლის შემდეგ კომენტარს და გახდის თუ არა მედიისთვის და საზოგადოებისთვის უფრო მეტ დეტალს ცნობილს ეს ჯერჯერობით უცნობია. მადლობა ნოდარ ჩაჩუა საუბრობდა პირდაპირ ეთერში. ჩვენი განვერძოთ რამუშობა საქართველოს ბანკმა და გერმანიის განვითარების ბანკმა ხელი მოაწერეს 25 მილიონი ევროს მოცულობის სასესხო შეთანხმებას. ირაკლი დილაურის განცხადებით აწლიანი ფინანსური რესურსის მიზნობრიობა, განახლებად ენერგიაში ინვესტიციის განხორციელება და ძირითადად მცირე ზომის ჰიდროელექტროსადგურების აშენებისა და რეაბილიტაციის დაფინანსება. დილაურის განცხადებით გერმანიის განვითარების ბანკთან გაფორმებული შეთანხმება საშუალებას მისცემს საქართველოს ბანკს გაზარდოს ბიზნესის დაფინანსება და ხელი შეუწყოს საქართველოს ეკონომიკის ზრდას. ეს არის აწლიანი რესურსი, რათა დავაფინანსოთ ჰიდროელექტროსადგურები, ეს არის მცირე და საშუალო ჰიდროებზე საუბარი. შესაძლოა ისე ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ ხრი მოთხოვნა არის საქართველოში და მნიშვნელოვანი იქნება ამ სექტორის განვითარებისთვის ეს დაფინანსება. მიგვაჩნია, რომ ინვესტირება ჰიდროელექტროენერგიაში საშუალებას აძლევს საქართველოს დაეყრდნოს საკუთარ ენერგეტიკულ რესურსებს. ნაცვლად იმისა, რომ მოახდინოს ძვირი არაგანახლებადი რესურსების იმპორტი. ჰიდროელექტროენერგია უზრუნველყოფს საიმედო და არაძვირად ღირებულ ენერგიას ქართველებისთვის, ამავდროულად ხელს უწყობს გარემოსა და კლიმატის დაცვას.
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი ამერიკის მცოდნეობის ფაკულტეტის მეხუთე ყოველწლიურ სამეცნიერო კონფერენციას მასპინძლობს. კონფერენციის მიზანი სამეცნიერო ცოდნის კვლევებისა და გამოცდილების დაზიარება. მონაწილეობას სხვადასხვა უნივერსიტეტების სტუდენტები იღებენ. კონფერენციას ამერიკის საელჩოს წარმომადგენლებიც ესწრებიან. მის ფარგლებში სტუდენტებს ამერიკის ელჩი შეხვდა და მათ კითხვებს უპასუხა არჩევნების თემაზე. რიგით მეხუთე სამეცნიერო კონფერენცია ამერიკის მცოდნეობის დეპარტამენტის 10 წლის იუბილეს დაერთხვა. თავისთავად ის ფაქტი, რომ ამერიკანისტიკის კონფერენცია ტარდება, მეტყველებს იმ დიდ ინტერესზე, რომელსაც სტუდენტები იჩენენ საქართველოში. იქნება ეს ინგლისური ენისადმი თუ ამერიკის პოლიტიკისადმი. ჩვენთან სულ ახლახან ჩატარდა არჩევნები და ნამდვილად საინტერესო შესაძლებლობა იქნება ჩემთვის შეხვდე სტუდენტებს, ვესაუბრო მათ და ვუპასუხო იმ შეკითხვებს, რომლებიც მათ ექნებათ. კონფერენცია, რომელიც დღეს ტარდება, ეს არის ტრადიცია უნივერსიტეტის. ყოველწლიურად ტარდება ხოლმე კონფერენცია, რომელიც ეძღვნება სწორედ ამერიკანისტიკის აქტუალურ საკითხებს. და ვფიქრობ, რომ დღესაც დღევანდელი კონფერენცია იქნება საინტერესო. ვაკეთებ ამის შემზე, რომელიც ძალიან საინტერესო თემა იქნება ჩემი აზრით, ეს ეხება რაღაც ხალხის გარკვეულ ჯგუფზე, რომელიც ცხოვრობენ ამერიკაში და აქ შეინარჩუნებული აქვს თავიანთი იდენტურობა, თავიანთი კულტურა და ტრადიცია. ახალი დღის სხვა მოვლენები საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა და აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა გიორგი თავართილაძემ სარფის საბაჟო გამშვები პუნქტი და რაფორმების ეკონომიკური ზონა დაათვალიერეს. ხადური მომსახურების ხარისხით მაყოფილია, თუმცა შენიშვნები აქვს სარფის ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებით ტერიტორიაზე, სადაც მძიმე სატვირთო ავტომობილები გადააძრელდებიან, ასფალტი დაწეული, რაც ხადურის თქმით უხარისხო სამუშაოების შედეგია. ფინანსთა მინისტრი ასევე დაინტერესდა, რატომ ურიგდება 24 საათიან რეჟიმში მომუშავე პერსონალს მხოლოდ ბარამბო შოკოლადი. ის მიდგომა, რომელიც ჰქონდა ზოგადად ხელისუფლებას ქვეყნისადმი, რომ ყველაფერში თავარი იყო ფასადი და ფასადი მართლა ამაზეა. ადამიანების შრომის პირობები არ არის, მე გეტყვით, რომ ადამიანებს საბაჟოზე იმის ნაცვლად, რომ 24 საათიან რეჟიმში მომუშავე ადამიანებს კვება ქონოდათ, ურიგებდნენ ბარამბოს შოკოლადებს. და ამაში იხდებოდა უზარმაზარი თანხა. ერთ დღეში ერთ მორიგეზე 7 ლარის შოკოლადს ყიდულობდნენ. ნაცვლად იმისა, რომ ელემენტარული ცხელი კერძი ქონოდეთ ადამიანებს იმისათვის, რათა მართლაც 24 საათის განმავლობაში მუშაობის პირობებს და წელიწადში ერთხელ რემონტი არ უნდა ჭირდებოდეს ამას და ის, რომ მანქანების ამოსვლა გაძნელებული ისეთი ორმოებია საბაჟო გამშვებ პუნქტზე, თავისთავად ცხადია, მე ვერ ვიქნები კმაყოფილი იმით, რომ ჩემი და თქვენს მიერ გადახდილი გადასახადები აი ამას მოხმარდა. პროცედურების ნაწილში არანაირი პრობლემა არ არსებობს საბაჟოზე, რაც პატრონმა მინისტრმა თბრძანა. პროცედურების ყოველდღიურად მივიდივართ გამარტივებისკენ, რათა უფრო სრულყოფილი გახდეს ჩვენი სერვისი. ხოლო ის პრობლემები, რადგან მინისტრმა ისაუბრა, არის ერთად უფრო ინფრასტრუქტურული ხასიათის, რომელსაც ვერც ლოკალურად ვერ გადავწყვიტოთ და შესაბამისად არც საბაჟოს კომპეტენცია არ არის, როგორც კონკრეტულად სარფის საბაჟოს ხელმძღვანელობს. გერმანიის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკისგან ბათუმის მერიამ დამატებით 51 მილიონიანი евро ისესხა. ეს თანხა ბათუმში წყლისა და კანალიზაციის რეაბილიტაციას მოხმარდება. ბათუმში უკვე მესამე წელია მიმდინარეობს გერმანიის განვითარების ბანკიდან მიღებული საზღით. წყლისა და კანალიზაციის რეაბილიტაცია უკვე დასრულებულია, მეორე ეტაპის სამუშაოები 60 წლის ვადით ბათუმის მერიამ სულ 120 მილიონი евро ისესხა. პროექტის განვითარების მესამე ეტაპი 3 წელიწადში დასრულდება. ხელი მოეწერა ორი კვირის წინ მესამე ფაზის განხორციელებას და ამის მომავალი პროექტებიც იქნა განხილული. ფაქტურად ამით დამატებით პროექტში ჩაერთო 51 მილიონი евро და უნდა ითქვას, რომ ჯამში უკვე წყლის და კანალიზაციის სისტემების განვითარებისათვის მობილიზებულია 120 მილიონი евро. ხონის წყალტუბოს საავტომობილო გზის მშენებლობა შეჩერებულია. ხონის მუნიციპალიტეტის მოსახლეობა გზის მშენებლობის განახლებას ითხოვს. ადგილობრივი მცხოვრებნი ამბობენ, რომ გზის მშენებლობას წინასაარჩევნო კამპანიისას პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე და ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატი აკაკი ბობოხიძე პირადად დაპირდა. ხონის მუნიციპალიტეტის დამპყრობელი აცხადებს, რომ გზის მშენებლობას საგზაო დეპარტამენტი ახორციელებს. სამუშაოების გაგრძელებისა და დასრულების შესახებ ის ინფორმაციას არ ფლობს.
ხან იყო დაპირება, რომ უნდა გაკეთებულიყო გზა. ეს უნდა მომხდარიყო 1 ოქტომბრამდე, მაგრამ ხედავთ რა სიტუაცია არის. ტექნიკას ხან იქეთ წაიყვანებენ, ხონისკენ ხონედან წამოიყვანებენ, ხან წყალტუბოში მი. ეს მონაკვეთი არის, ეხლა ახალშენის მონაკვეთი არის დარჩენილი. წყალტუბოდან გუბისწყლის სოფლამდე გაკეთებულია. შავი საფარი 3 კილომეტრზე მეტი დაგებული არის წყალტუბოს მიმართულებით, იგეგმება ამ გზების შეერთება. გამომდინარე იქიდან რომ ამ პროექტს ახორციელებს საგზაო დეპარტამენტი, გითხრათ სიმართლე რომ მე ამ წუთში ინფორმაცია არ მეძებება, როდის განხორციელდება ეს სამუშაო. თიანეთს ახალი ჯამრთებელი ყავს საკრებულოს ბიუროს ხდომაზე 19-მა დეპუტატმა ჯამრთბლის თანამდებობაზე ერთხმად დაუჭირა მხარი ქართული ოცნების წევრს მალხაზ დავითაშვილს. საპარლამენტო არჩევნების დასრულების შემდეგ თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ ჯამრთბლის ვაკანსიაზე კონკურსი გამოაცხადა. საკრებულოში სულ 70 განცხადება შევიდა. თიანეთის საკრებულოს მიერ სპეციალურად შექმნილმა 7-წლიანმა კომისიამ 70-დან 4 კანდიდატის პოზიცია განიხილა. აქტიურად ვიყავი ჩართული ამ პროცესში, საარჩევნო პროცესში მოიხსენებათ და ჩვენი რაიონის მაჟორიტარ დეპუტატმა ბატონმა ზაქარია ქუსნაშვილმა რომ თავისი პროგრამა წარმოუდგინა თიანეთის რაიონის მოსახლეობას, რა პროგრამით მოდიოდა, მე პირადად მონაწილეობა მივიღე ამ პროგრამის გაწერაში, აქტიურად მონაწილეობდი ზაქარიასთან ერთად და სურვილი მქონდა და დღესაც ძალიან დიდი სურვილი მაქვს, რომ ეს პროგრამა რაც წარუდგინა ჩვენმა მაჟორიტარმა დეპუტატმა რაიონს თუ რა უნდა გაკეთდეს რაიონისთვის, მინდა რომ ამ ყველაფერში მარტო დაწერაში კი არ თვითონ განხორციელებაშიც მივიღო პირადად მონაწილეობა და მე პირობას მივცემ თიანეთის მოსახლეობას, რომ ეს ყველა პუნქტი, რაც ჩვენ ჩავდეთ ამ პროგრამაში შესრულებული იქნება. საკადრო ცვლილებებია ბორჯომში, სოციალურ და დაუცველთა სამსახურს დღეიდან კოალიცია ქართული ოცნების ბორჯომის შტაბის წევრი ლაშა კვიციანი უხელმძღვანელებს. კვიციანის თქმით, ამ დროისთვის მიმდინარეობს ბიუჯეტის განხილვა და მომავალი წლიდან დაგეგმილია სოციალურად დაუცველი ადამიანების ფულადი დახმარების გაზრდა. შედახსენათ ბორჯომის გამგეობაში ყველა სამსახურის უფროსად კოალიცია ქართული ოცნების შტაბის წევრები დაინიშნენ. ახალი ბიუჯეტით გაიზრდება სოციალურად დაუცველთა შესახებ პროგრამებში დაფინანსებები და უკეთეს პირობებს შეუქმნით სოციალურად დაუცველ ოჯახებს და კიდევ სხვა კატეგორიებს, რომლებიც საჭიროებენ ჩვენს დახმარებას. ტყიბულში დაფიცული მეშახტეების მოთხოვნა ნაწილობრივ დაკმაყოფილებულია თანამდებობიდან გაათავისუფლეს საქმეხშირის აღმასრულებელი დირექტორი ლივ შტროიაკოვსკი. სხვა მოთხოვნების შესრულებაზე საწარმოს ადმინისტრაციისა და სადოფისო კომიტეტს შორის დღეს მემორანდუმი გაფორმდა მოლაპარაკებას, რომელიც დღეს შედგა ტყიბულის მაჟორიტარი დეპუტატი ელისო ჩაფიძეც ესწრებოდა. მხარები შეთანხმდნენ, რომ გააფორმებენ მემორანდუმს, რომლის მიხედვით საქმეხშირი GIG ჯგუფი აღებულ ვალდებულებებს შეასრულებს. საწარმოში არ მოხდება ხელფასებისა და მუშამოსამსახურების შემცირება და შესაბამისი კომისიის მუშაობის შემდეგ გაიხსნება ციძიჯურის სახელობის შახტა, რომელშიც 360 მუშა იყო დასაქმებული. დაფიცულმა მეშახტეებმა მემორანდუმის ტექსტი უკვე შეიმუშავეს და ხელმოსაწერად თბილისში კომპანია GIG ჯგუფის ხელმძღვანელობას დათმოუგზავნეს. მოთხოვნა დაკმაყოფილებულია სამთავრობო საჭიროება გადაწყვეტილება აღმასრულებელი დირექტორის გადაყენების შესახებ. მეორე პუნქტი რაც შეეხება მე-15 და მე-17 ველს შეიქმნება კომისია, სადაც ჩვენ ამ საგარეო კომისიის წარმომადგენლებიც შეისწავლიან ამ ველის მდგომარეობას და როგორც კი გვექნება დასკვნა, შესაბამისად ამ დასკვნის საფუძველზე ან განახდება მუშაობა, ისევ შეჩერდება, რა თქმა უნდა. რაც შეეხება მესამე პუნქტს, ხელფასებთან დაკავშირებით, მანდ გამოვმარტეთ, რომ გეგმით რაც იქნება გათვალისწინებული სამუშაო და ნებისმიერი სამუშაო რაც შესრულდება, დაექვემდებარება არსებული ტარიფებით ანაზღაურებას. ადმინისტრაცია მას შემდეგ რაც მუშები განაახლებენ მუშაობას ჩვეულებრივად, არ მიაწვდის მათ შესაბამის მასალებს და არ შეუქმნის პირობებს ღირსეული მუშაობისათვის, მაშინ ამ შემთხვევაში ჩვენ გვექნება სრული უფლება ვივარაუდოთ, რომ ეს არის საბოტაჟი ახალი ხელისუფლების მიმართ და შესაბამისად გავაკეთებ ამ განცხადებას. ეს ამ ეტაპზე მისაღებია ყველაფერი, მაგრამ მაგენი აკონკრეტებენ, რომ აი გეგმას შეასრულებთ, მოგცემთ ამას, აი ყველასთვის გასაგებია, თუ გეგმა ვერ შევასრულეთ, ვერ ავიღებთ იმ თანხას, რა თქმა უნდა, რაც მეკუთვნის, მაგრამ აქ რა შეეცი საქმე, ეს ხო საბოტაჟია, უკვე გარკვეული ვარ ყველა, რომ ვიცით, რომ საბოტაჟია, იმიტომ რომ ერთხელ, ორჯერ, სამჯერ, 6ჯერ, 7ჯერ მოგვატყუეს და გარანტიებს არ გვაძლევენ იმისას, რომ ეხლაც არ მოგვატყულებენ. ეს იყო ჩემს ხელთ არსებული ბოლო ინფორმაცია. ზუსტად 6 საათიდან სტუდიაში ჩემი კოლეგა თამთა საინტიძე იმუშავებს. მე კი ამით ჩაბათამდე ჯემშტობებით მადლობა რომ გიყურეთ. ნახვამდის.